მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა თქვენ ტელეარხს Euronews, რომელიც ყოველთვის რაღაცნაირად მანებრივებდა თავის ყურადღებით. სრული სიუჟეტი იყო ესპანეთიდან, როდესაც პატივი მიხვდა წილად და მადრიდში სერვანტესის ინსტიტუტის აღიარების медаლი გადმომეცა. თქვენი სრული სიუჟეტი მიეძღვნა და საერთოდ ზოგადად ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი ევროპული კონტაქტების მიმართ თქვენსაც და დიდი მადლობა ამისთვის. ამ ბოლო პროექტს რაც შეეხება, ეს არის დიდებული იტალიელი პოეტის სალვატორე კვაზიმოდოს ვაჟიშვილის ალესანდრო კვაზიმოდოს და შესანიშნავი პოეტის ჯუზეპე ალეტის პროექტი, რომ აი სიყვარულის ქალაქს, პოეზიის ქალაქს არქმევენ და სტელაზე ლექსები გადააქვთ ამ კერამიკულ სტელაზე და ქალაქის კედლებში ათავსებენ ამ ლექსებს და აი გამლელი მიდის და თქო გარსია ლორგას ლექსს ხედავს, ჯაკომო ლეოპარდის ლექსს ხედავს, ასე შემდეგ და ბოდლერის ლექსს ხედავს უცბად და შეუძლია სული მოითქვას ამ ჩვენ რაღაცნაირ დაძაბულ ყოფაში, სადაც ეს სახელმწიფოს ლიდერები კულტურისტებს დაემსგავსნენ და ერთმანეთს აშინებენ, თითქოს ამ პოლიტიკურ პოდიუმზე იბრიქებიან. აი სადღაც სალიათ ლექსისთვის, სადღაც სალიათ პოეზიისთვის, სადღაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ამას და ანხორციელებენ ამ პროექტებს. ეს არ არის მარტო ჩანაფიქრი და აი ჯუზეპე ალეტიმ ჩემო მეგობრებო იქ თქვა კიდეც რომ ეს იდეა მე და ალესანდრო კვაზიმოდოს რესტორანში დაგვებადა და მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი რომ საერთოდ ყველა გენიალური იდეა რესტორანში იბადება და არა პარლამენტში. მე ორივეგან ნამყოფი ვარ და დამეჯერება. მოგეთ გამოხმაურება პოვა ჩემს სიტყვამ. მისიას რაც შეეხება ახლა თანამედროვე ყოფაში პოეზიის მისიას, მე ვფიქრობ რომ ასეთი დიდი მისია არც არასოდეს გქონია პოეზიას, იმიტომ რომ ძალიან დიდი დიდმა სიცარიელემ დაისადგურა მორალური ქაოსის თვალსაზრისით. მორალური ქაოსი გახდა ძალიან მოდური, ესეთი რაღაცა უფრო აიყოლია ძალიან ბევრი ხალხი, ვთქვათ, ამ ერთი შეხედვით მომხიბლავმა თავისუფლებამ. ოღონდ თავისუფლებას არ გულისხმობ თავისი დიდი შინაარსით, მოჩვენებით თავისუფლებას გულისხმობ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ სადაც ყველაფერი ნებადართულია, იქ თავისუფლება არის საკანში. ამიტომ აი ხა თავისუფლების გაცნობიერება თავიდან იწყება, გადაფასება ბევრი რამის და აქ ძალიან დიდი მისია იკვეთება ლექსის და პოეზიის. ბატონო დათო, ვიცით რომ გახსნის ღონისძიებაზე თქვენც იყავით მიწვეული და თანამედროვე ეპოქაში პოეზიის მნიშვნელობაზე ისაუბრეთ. უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ აი ამ გამოსვლის შესახებ. ხო, ეს არის, აი რა ვიცი, მიმაჩნია 19 საუკუნე ვთქვათ, საქართველოში რომ ავიღოთ, არა 19 საუკუნეში ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბეს ჩვენმა შესანიშნავმა წინაპრებმა პოეზიის მისია. ანუ პოეტი იყო ერის წინამძღოლი, იმიტომ რომ გამქრალი იყო დამოუკიდებლობა, ქვეყნისა პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაკარგული იყო, ეკლესია სეგზარქატი მართავდა და ეს ყველაფერი შეითავსა ასე ვთქვათ მწერალმა და მეც ამნიშნავს და ერიმზრდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 19 საუკუნემ შეძლო და ეს არის მე მგონი უნიკალური საუკუნე იმ თვალსაზრისითაც რომ ყველაფერს თავი მოეყარა 19 საუკუნეში, არა მარტო წარსულს, როგორი პარადოქსივითაც არ უნდა ჟღერდეს, არა მარტო მომავალი განისაზღვრა, წარსულიც განისაზღვრა 19 საუკუნეში, როგორც ნერი სამი დრო შეერთდა, წარსული აწყო და მომავალი, ყველაფერს მოეყარა, თავი სახელმწიფოებრიობას ჩაეყარა საფუძველი 19 საუკუნეში. მაგრამ მე მოვიდა მე-20 საუკუნე და კალაქტიონ ტავიძე უკვე მე-20 საუკუნის პოეტია და განსხვავებით 19 საუკუნის დიდი პოეტებისაგან ის ნაციას აღარ მიმართავს. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში იმას უკვე აქვს ის ფუფუნება იმ ღვთაებრივ ნიჭთან ერთად, რომ მკითხველს მიმართოს, უკვე ნაციას აღარ ესაუბრება, მკითხველს ესაუბრება. აი ესეთი ეპოქის ენა იცვლება ხოლმე, პოეზია ცვლის ეპოქის ენებს. საერთოდ პოეტი ცვლის ეპოქის ენას, იმიტომ რომ მარადისობის ენა გადარჩეს. მარადისობის ლოგოსი რო გადარჩეს, შენი ეპოქის ენას ქმნია და პოეტი. აი პოეტში გულისხმობ არა იმას, ვინც ეპოქას მოსდევს და ეპოქა ვისაც მოიტანს, ან მოიყვანს.
აი ეპოქა ვისაც მოყავს იმ აი პოეტს ასე წარმომიდგენია, პოეტს ვუწოდებ იმას, ვისაც მოყავს ეპოქა და არა ვინც მოსდევს ეპოქას. ასევე რომ გვიამბოთ, რომელი ავტორების ლექსების წაკითხვა შეუძლია გამლელს იტალიის პოეზიის ქალაქების ქუჩებში და აქვე კითხავთ, თქვენი რომელი ლექსია დატანილი ერთ-ერთ კერამიკულ ფილაზე? ერთი ლექსი არის როკა იმპერიალეში ჩემი ნატას და ელენეს, ჩემი ქალიშვილების სახელებია, ესე ქვია ამ ლექსს. ესე იწყება რომ მე ამოვკენკავ თქვენთვის სამშობლოს, ამ სანაგვედან როგორც მამალი. ეს ლექსი პატიმ ხვდა წილად და არის განთავსებული მარცხენა მხრიდან თუ ესე პირის სახით თუ დგახართ ლექსისკენ მარცხენა მხარეს არის გარსია ლორკას ლექსი, მარჯვენა მხარეს არის ჯაკომო ლეოპარდის ინფინიტო, ის შედევრი, რომელზეც დღემდე ლიტერატურული კრიტიკის ყურადღება არ დუნდება ამ ლექსის მიმართ. და მე ყოფილ ვარ საერთაშორისო შეკრებაზე პოეტების, სადაც მხოლოდ ეს ერთი ლექსი იყო განსახილველი არა, საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად აი ეს ერთი ლექსი იყო შემოთავაზებული ლეოპარდის ინფინიტო. ესეთი ის არის, იქ რა თქმა უნდა არის სხვადასხვა მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ამ ხალხს უთხრა ამ ორგანიზატორებს, იმიტომ რომ იქ ყველა ლექსი იტალიურად არის ნათარგმნი და იტალიურ ენაზეა გარდა ჩვენი შემთხვევისა. ჩვენ ქართული ტექსტიც არის, იქ ქართული შრიფტითაც არის. ამ ფილაზე იტალიურადაც არის და ქართულადაც. ასე რომ ქართული წარწერა ჩემი თხოვნით რომის იმპერიის კედელში აღმოჩნდა. მეორე ლექსი არის რომა ამორ, ფილოლოგები რასაც პალინდრომს უწოდებენ, მარცხნიდან მარჯვნივაც რომა ამორი კითხება, მარჯვნიდან მარცხნივაც რომა ამორ, ის ცოტა ქვევით მონტე ჯორდანოშია და ბოდიში, სირაკუზაში და ის როკა იმპერიალეშია ნატას და ელენეს. ხო და აი პატივი მხვდა წილად რომ ამისთანავ ხმაურიანი სახელების დიდებული პოეტების წკრებში აღმოჩნდა ჩემი ლექსიც. ამ ქალაქის კედელში. თქვენგანვე ვიცით, რომ ამ პროექტის ავტორია ალესანდრო კვაზიმოტო, ნობელიანტი პოეტის, სალვატორე კვაზიმოტოს შვილი. თქვენ მისი პრემიის ლაურეატი ბრძანდებით, რამდენადაც ვიცი. სამომავლოდ რა არის დაგეგმილი აი ამის შესახებ რომ გვიამბოთ, ამ პროექტის მიხედვით, რომელი ქალაქები გამოცხადდება პოეზიის ტერიტორიად, ასე ვთქვათ. ალესანდრო კვაზიმოტო სამწუხაროდ აი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა მაისის თვეში 2025 წელს. რომელმაც თვითონ საერთაშორისო პრემია სალვატორე კვაზიმოტოსი, რომელსაც ჩემი წიგნი დააჯილდოვეს, მან შვილმა გადმომცა. შესანიშნავი ინტელექტუალი იყო, არაჩვეულებრივი რეჟისორი და მსახიობიც, თეატრისაც და კინოსიც. იცით არ ვიცი, ეხლა წინ და წინ არ მინდა რომ მოვლენებს გავასწრო, ვიცი რომ ამ ხალხს აქვთ სამომავლო ისეთი მკაფიო გეგმები აქვთ. ძალიან მკაფიო ერთი რაც ვიცი სიცილიაზე კიდე მეორე ქალაქს აპირებენ, ოღონდ არ ვიცი ხო ზუსტად რომელს მუნიციპალიტეტებთან აქვთ მოლაპარაკება და რომელს გადაწყვეტენ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არაჩვეულებრივი პროექტი გრძელდება, სადაც მოსახლეობას თუ აი როგორ ვთქვა, გამლელს ეუნებიან რომ გამლელო მოიცალე ლექსისთვის. ჩვენებურად, ჩემებურად რო ვთქვა, ესე დავარქმევდი ამ პროექტს.